და იცი აქ ეხლავე გეტყვი ჩანს თუ არა შენი ეკრანი. კი, ოღონდ ერთი Ctrl+ რო დააჭირო. Ctrl+ ეგ არის. კი ბატონო, შეიძლება კიდე ერთხელ თუ დააჭერ. კი ბატონო, შვენიერი. ეს არის ესე დავალება რომელსაც უნდა დაითვალოს. ხო, ფაილები. კი, ნახე წამით. ხო. ლაინები უნდა დაითვალოს, კი ბატონო. კი ბატონო. ჩეკზე გავუშვი უკვე? კი. შეულებია გავუშვათ კიდე თავი. ამწვანებს, ხო? კი. კი ბატონო, ეხლა გადავხედოთ, მანდ არ ხარ იმაში მე მგონი. შენით უნდა შეხვიდე. შეგავარდება, ადი, ამ ფუნქციას განახეთ. ლაინსთან მე მეინს ავხდებ. შვენიერია. ერთი გადავხედოთ თვითონ კოდს, რა თვალი გადავავლოთ, რომ იქნებ რამე მოგხვდეს თვალში. აქ არის სისარგვი, კი ბატონო, LFS, Python file, LC, კი ბატონო და გამოიძახებ იმ ფუნქციას. კაი, ხა თვითონ ეს ფუნქცია არის რა? Try with opening strip starts with the amity line address or line address must continue else return continue except შვენიერი. შეხვარა ხა იმ შეკითხვა ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, შვენიერია. ძალიან კარგი. შემდეგი არის პიცა ფაილი. ხო. ეგეც იმაშუა, ხო, ამწვანებს, ხო? მანდ ის იყო, ხო. ხო. მანდ თაბულეითი უნდა გამოიყენებინა, მე მგონი, ხო? კი. კი ბატონო, აქ ესეთი ამბავი არის. ხო, თუ ახაც ვალიდაცია გაგაკეთებული, იქ უბრალოდ მე-12 ხაზი წაშალი ან მე-11, რომ ზედმეტი ის არ იყოს, ხო, კი ბატონო. მაგეგ არა ისეთი ისა, უბრალოდ თვალში მოხვდა ცუდად და გითხარი. კი ბატონო. ამას ამწვანებს შეულებრივად. კი, ერთი უბრალოდ შემახედე, ერთი წამით ისა კი ბატონო, ერთი ბოლომდე შემახედე. კაი, მოდი ერთი მაჩვენე ეგ როგორ მუშაობს, ნახოთ უბრალოდ ბოლომდე რომ დავწმუნდეთ. თვითონ ვიზუალურად როგორ გამოაქვს და ეგ არის. შენ რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს გასთან დაკავშირებით? არა, არა. კი ბატონო. შვენიერია და ერთი მეორეც ვნახოთ და ეგ არის. მეორეც ვნახოთ რა? ეს ალი არა, მე ორი ის იყო, მე მგონი ორი პიცა არისო, ისა სიცილიური და მეორე იყო მე მგონი რაღაცა, კიდე ხო? მეორე. ხო, რეგულარ პიცა ის მეორე ფაილი. გამოჩეს მეორე ფაილია, მაგრამ დავამატებ ხავე. გამოჩესავთ. ხო, კი ბატონო. რაიმე ისეთ რამეს თუ გახსნე რაც ვიდეოში არ გინდა რომ მოხდეს, მითხარი და ამოვჭრი. კი ბატონო. ხო, ანუ ხა რაღაცებს ხსნი ეკრანზე და შეიძლება ისეთი რამეს გახსნა, რაც არ გინდა რომ ვიდეოში ჩანდეს. კი ბატონო. ხო. ამ regular CSV files something. ის ანუ ესე რომ დავაკოპირო და წარმოვიღო ტექსტად წამოიღებს ჩაულებრივად. არ ვიცი, თუ არ და გადაწერე ეგ რა სამი წინადადება ახელი. კი ბატონო. აი ამის მოდიამს მე რევიზავ და ავამატებ და მე შევამოწოთ თუ გეთეხაროთ რომ არ დაიკარგოს. ეს მეორე ფაილი ვერ შევამჩნია უბრალოდ თორე
ხო, არა, პრინციპში ხა ერთ ფაილზე თუ გააკეთე, მეორეზეც გააკეთებ, უბრალოდ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გაუშვა და დავრწმუნდეთ რა როგორ მუშაობს, ხვდები? ხო, კი ბატონო. აქ Skurgify იყო, ხო? შემიძლია Skurgify კი. ხო, მოდი აბა ვნახოთ ეგეც. აჰა. ესე იგი, აქ ხო, ნუ ვალიდაცია ახაც იგივეა, რაფერი განსაკუთრებული არ არის. ქვემოთ ჩამოდი, ქვემოთ მაჩვენ თვითონ ფუნქცია Skurgify როგორ გიწერია. WizOpen-ი ესე გიწერია. გასაგებია, კი ბატონო. კი ბატონო. ხო, კი ბატონო. აქ რა ვარიანტია, რომ შეიძლება რომ WizOpen-ში მეორე WizOpen-ი შიგნით ჩააშენო, ესე რომ თქვა. თუ არა, შეიძლება ერთი და იგივე დრო-ზე დაწერო. ხო, ეგ მეტი ისეთი არაფერი განსაკუთრებული. შენ ხო არ გაქვს რაიმე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით? არა. ასეც არ მაქვს რაიმე შეკითხვა. ხო. აი შემდეგი სავარჯიშო ვერ გავაკეთე, მაგრამ ჩაუждები გავაკეთებ ამასაც. ხო, მანდ ხა ხო ხვდები, მანდ ხა რა მომენტი არის, ხა ეგ არის სუფთად რა ვარიანტია, რომ ამ სავარჯიშოს მთელი მუღამი არის, მოიცა თოჯინები. ხო. კი, გასაგებია. მანდ მომენტი მთელი ხო გესმის, ანუ ხა Photoshop-ი არსებობს და 1000 ტექნოლოგია არსებობს, უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ისწავლო დოკუმენტაციის კითხვა და რაღაც საშუალებებთან მუშაობა, ისე რომ უნარების გამომუშავებაზე და რავი, მაგასთან დაკავშირებით რაიმე ის ხო არ გაქვს შეკითხვა. ანუ აი ესე პირველ ჯერზე რო შევხედე თითქოს დამეზარასავით ამის ის რა, ანუ გაკეთება და ჩაუჯდები მე და გავაკეთებ აუცილებლად, არ მგონია რომ რთული იყოს რა. არა, ხო და ზუსტად ეგ შეიძლება თქვი დამეზარაოს, ზუსტად ეგ მომენტი არის მანდ რა. როგორც ასეთი. ხო. ისმის მეუბრუნდები ამას გავაკეთებ აუცილებლად. კი ბატონო. შემდეგი არის name sorter-ი. ხო. name sorter-ი არის, ხო, ის არის თავიდან მაჩვენ როგორ ასე თავი მასში გაქვს შენახული ის თვითონ ისენი და მე ვნახოთ როგორ ასორტირებს რა, რო გაუშვათ. მანდ ჩეკი არ არის, მაგრამ ისე შევამოწმოთ. text, name text-ში მანახე. ანუ პრინციპში გეუბნება, ხო, ესეთი უნდა იყოს. კი, ბატონო. ანუ ამას აუშვი და თავიდან გაუშვი. ხო, გაუშვი თავიდან. ბატონო, აქ არის ჯონსონ ჯიმი. აბა ერთი მაგალითი ნახე, მე მგონი ეგ სწორად გვარების მიხედვით ასორტირებს. ჯონს არონ, ჯონს კრისი, ლინგმეი, ზარნეცკი, საბრინა. აბა შემახედე იქეთ. ხო, ეგ არის. აი აქ მაქვს ერთი კითხვა, ერთი წამით. ხო. ერთი წამით შემახედე კოდს ჯერ ხო მითხარი აბა რა კითხვა გაქვს ისა ნახე სწავლში ხო აი ფაილის სახელი რა შევიყვანო არასწორად მაგალითად რა აი აქ names text-ი ხო მაქვს ისა ერთი წამით ხო აქ იჭერს errors ჩაუვებრივად file do not exist ხო მაგრამ started names txt არა სხვა ის არის ანუ სხვა სავარჯიშოზე მაქვს ნაირი კითხვა ამაზე არა ოღონდ რა და იმაზე რომ მივალთ მე კითხავ კი ბატონო ერთ წამით შემახედე უბრალოდ იმას კოდს შემახედე გადავახედე ხო სორტერი ნეიმებში გასაგებია ხო კი ბატონო შემდეგი არის parsing data file
ხო, ეგეც ამოსაღები და გამოსაპრინტი იყო რა, ესე რომ ვთქვათ. ქვია მას ფოშტით. ეს ჩამოვიდეთ ცეცხლში. კი ბატონო, ერთი კოდს შემახედე. პრინციპში ხო აქაც ახლა ანუ ხო გასაგებია. ერთი კი ბატონო, გასაგებია. შეხوار გახარ ამ შეკითხვა მაგაზე. ჩაიქცეთი ბლოკის ბლოკში რო ჩავდოთ ამავიწყდა ეგ მე მგონი და დავამატებ მაგას შეუძლებლად მე ამ ფაილი თუ არ არსებობს რომ დაიჭიროს ეგ ერორი რა. ხო. კი, შეგიძლია მაგის დამატება. შემდეგი website generator-ი. ხო. აქ OS-ის ბიბლიოთეკა უნდა გამოგეყენებინა. ხო. ერთი წამით ქვემოთ მანახე აბა ერთი ქვემოთ მოიცე წამით სი კაი ჩამიმასხენი ჩამოწი ქვემოთ მანახე ხო კი ხო კიდე ქვემოთ კაი მეტი აბა გავუშვით მათ ჩვენ როგორ მუშაობს არა site name სიტყვაზე ავტომატიკა JavaScript-ის ფაილების სიტყვაზე არ გვინდა და CSS ფაილები გვინდა. კი ბატონო, YouTube-ში შემახედა შიგნით, index.html-ში შემახედა შიგნით. აი ცოტა ასარწერია ამასაც. ასარებს ხო. ხო, ნუ კი ბატონო. შენ რაიმეში, მაგრამ შენ ხო, რაიმეში კითხვა ხო არ გაქვს, შენთვის არ იქნებოდა ეს ძნელი. იმიტომ რომ შენ ფრონტიც ხო იცი რაღაც დონეზე. ანუ ხო. შემდეგი არის product search-ი. კი ბატონო, ის თვითი ჩამოწიე. თვითონ JSON-ში შემახედა ერთ წამით. info JSON-ში. ხო, კი ბატონო. გასაგებია, ესე იგი აქ ხო. აქ რაიმე შეკითხვა. ისეთ აიქონს შევიყვან რაც არ არის. ხო. თავიდან მეკითხება და რაც არის იმას აკეთებს შეუძლებლად კიდე დიდი ასეთი შევიყვანა და პატარა ასეთი რა აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო, შენ თვითონ რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს? არა. რა. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგზე. Word finding. давай дырт где ხო. Anaswa, ano, use chiara utilize use რა. კი ბატონო. ეს ტექსტი გათავიდან და ეს. კი ბატონო. და also frequency finder. და ის შეკითხვა სად გაქვს? არა, შენ რომ მითხარი წაღარ რაღაც შეკითხვა მაქვს რომ სხვაზეო და აბოლო იმაში გაქვს? ხო. ხო. ნაშა, ნახავთ წამით.
coincidence file ხო არის. არა, მე მგონი თავიდან რო გითხარი მაგაზე მქონდა შეკითხვა, მაგრამ აი, მოდი შევამოწმოთ, მაგრამ ეს დაუბრუნდები მე და კი. გამახსენდება ალბათ სავარაუდოდ. ხო, კი ბატონო. ხო. აი შეგამაყურება კაკი. ხო. ნუ კაუნტი ხო რა. შეუძლია კითხვის სადაც. აი აქ რა დავამატოთ კიდე რაღაცა. ეს მაგალითად სადაც შეუძლია დაიწყოს. კი ბატონო. შენ აქ რაიმე შეკითხვა ხო არ გაქვს? არა, ამაზე. ცოტა ერთი ზემოთ შემოხედე. უბრალოდ მეინს, კი ბატონო, გასაგები. ხო. აი სად მქონდა შეკითხვა ერთ ამით. ვუნდები. აუში ზუსტად არ მახსოვს და სავარაუდოდ ანუ გავიგე რაც მაინტერესებს და ხო მეც ეგ ვიფიქრე რომ ეგეთი რაღაცა ხდება რომ რაღაც შეკითხვა გააქვს და მე შენ თვითონ აი ნახე აკლაშა ანუ ეს რა ანუ file name 2 და ანუ custom შემოვიტანო მე რა იმიტომ რომ files ხნი და ანუ რა სახელსაც მინდა გადავცემ იმას აქ რა ხო და აი ეს try except block-ი აი ზედმეტი არის მგონი აქ ხო ანუ იმიტომ რომ თუ ფაილი მაინც არ არის ანუ არ არსებობს ანუ შემიქმნის მაინც ამ ფაილს იმიტომ რომ write იმაში უხსნი mode-ში ხო ანუ ხო ეგ ხარო ხო და ეგ როგორც მახსოვს ეგ ეგრე მუშაობს რომ თუ არსებობს ხო თუ არ არსებობს თვითონ ქმნის ხო და შესაბამისად ანუ ხო ერთი მომენტი არის ხო რა ხო ცოტა ისე გამოდის ეგ მაგის try accept-ის ამანდ. ნუ თუ x თუ გაქვს შემთხვევა როცა დავუშვათ აი მან try accept შეიძლება გააკეთო ან გაფართოებაზე გააკეთო ვალიდაცია ან რაღაცაზე რა ვიცი ანუ ხო კი ბატონო სოეს იყო მოკლედ და იმ t-shirt სავარჯიშოსაც გავაკეთებ და შევამოწმოთ ეგეც. კი ბატონო ბატონო და ის რეგულარ CS-თვის დაამატე იქ პიცებში. დიახ, კი ბატონო, კი. გავთიშევ ჩანაწერს. კი ბატონო.